პირველი თამაში, პირველი ტური არის თბილისში, სეზონი იწყება. და ამ დროს მამაჩემ და დედაჩემ ქუთაისში ცხოვრობდნენ. მოსკოვში ყავდნენ. 412 418 მოსკოვში პირველად წავოვიდა ვაღზოზე ჭიჭიგოთ. წავოვიდა საყურებლად სპორტსასად და გავუკეთე ბილეთები და ყველაფერი და მან თქვა ტურნირი თამაშებია, რამოდენიმე თამაში და ჩვენი თამაში არ იყო ჯერ და ჩვენ მებზადებით რა გასახდელში. და დედაჩემი, მამაჩემი იდგნენ და ჩაის თუ ხოფის სვამდნენ იქ დერეფანში სადღაც. და გომისკი მივიდა გოგი ავალიშვილთან, მსაჯი იყო ეგეთი. გოგიო, სად არიან მშობლები, ეგერ არიან და ნუ მივიდა გომისკი ეუბნება. ვი ალექსანდრ, თქვენ ახართ მამა შვილის მამა კი და რა იყო? მე ვარ ალექსანდრ იაკუს გომისკი, აი ესე თავისი რეგიონები და ყველაფერი თქვა. ნაკრების წვრთნელი ვარ და მოუყვა და თქვენი შვილი მომეწონა რა გინდა თან საქართველოსიო თქვა რუსის გვარი რაღაც ამ შავებთან ბოდის ვიქდი ამ სიტყვაზე ამ ქართველებთან ამ რა გინდა თქვენ გადმოდით ჩემთან და მამაჩემ უყურდა რა ქვია თქვენ ალექსანდრ იაკუს გომისკი იცით რა არის შეეკითხეთ მამაჩემსო და გავუკეთდა გომისკი დაწყვიტა ეს აყურები რა მამა რა აქ შვილზე ვლაპარაკობდა მამა ბაბუაზე ვერ გავიგეო მამაჩემ შეეკითხა და სად არისო თქვენ მამა საფიჩხიაზეო და მოტრიალდა და გააგრძელა დედაჩემთან სვავის ყავის ზურგი აჩვენა გომისკის არ მოველოდა ეგეთ და გაოცებული ისო დაბრუნდა და გოგი ეკითხება რა გითხრაო მამამო ნიკოლოზისო ვერ გავიგე ვერაფერი შვილზე ვლაპარაკობდი ვიღა მამაზე დამიწყო ლაპარაკი ვერ მოვტირდა რა და სადაც გამიშოვა სად გაგიშოვა საფიჩხიაზე და გოგიც დაიწყო ნუ გაიღიმა რა ბოლო ამიხსენიო რა არის ვიდეო შტოტო რა არის საფიჩხიო ბიჭო სასაფლაოზე გაგიშოვა მამამისმა გავიშო სასაფლაოზე და ამით გაგზნობინა რომ ჩვენ არცად ფეხს არ კარგად ზანდებოდეს იგი იყო სულ კარგად ზანდებოდეს და ამით რა ვიცი იცით როგორ არის სინამდვილეში იყო ნამდვილად კი მაგრამ უკვე ანეკდოტად არის უკვე იმდენად უკვე ჩაჟდა ეს ყველაფერი მაგრამ ეს ნამდვილად სინამდვილეში იყო ეგ ამბავი